მოგესალმებით. Თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა. გზების გაწმენდაში ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი ტექნიკით დაეხმარა კომპანია ჯორჯიან მანგანეზი. ვარციხე ჰესში დიდთოვლობის შემდგომი წყალუხვობისთვის ემზადებიან. ჰიდროგენერატორის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ენერგეტიკოსები მარტის პირველი ნახევრისთვის ვარაუდობენ. ვარციხე ჰესში საწარმოს მატერიალურ ტექნიკური დონის ამაღლების პარალელურად მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა. ჯორჯიან ამერიკან ელოიზი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის ნატურის ხის პარტნიორია. რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა თოვამ ჭიათურაში პრობლემები შექმნა. უხვი თოვლის გამო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა და საჭირო გახდა გზების გაწმენდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტს გზების გაწმენდაში საკუთარი ტექნიკით კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დაეხმარა. ბოლო დღეებში მოსულმა უხმა თოვლმა ჭიათურაში არსებული სოფლების ქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროებთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია დაფარა. მაღაროელების და მოსახლეობის გადაადგილება დიდ თოვლობამ შეზღუდა. შექმნილ ვითარებაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არსებული გზის მონაკვეთები თოვლისგან გაწმინდა. ჩვენ მოსამსახურეებს რო არ შეექმნას პრობლემები გადაადგილებასთან და სამუშაო ადგილზე მისასვლელად, სადაც ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამასთან ერთად იწმინდება ისეთი ადგილები და ტერიტორიები, სადაც თქვა არ უხდება ჯორჯიან მანგანეს გადაადგილება, მაგრამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთობლივი მუშაობით ვწმინდავთ ისეთ გზებს, სადაც თქვა ვერ მიდის ტექნიკა და მანქანები. წმენდითი სამუშაოები გაგრძელებული იქნება, სანამ იქნება ეს თითოვლობა, რომ მოსახლეობას არ შეექმნეს გადაადგილებაზე პრობლემები. შეძლებს დაგვარად ჯორჯიან მანგანეს მთლიანად თითქმის რას ტექნიკა აქვს ჩართული არის წმენდით სამუშაოებში, რა თოვლის წმენდით სამუშაოებში. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოებში 4 ერთეული მძიმე ტექნიკა იყო ჩართული. LG-ს ფირმის მტვირთავები და საგზაო გრეიდერები რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. კომპანიის ძალისხმევით საგზაო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში სოფელ ითხვისის, კოროხნარის, დარკვეთის, პერევისისა და შუქრითის მაღაროების მიმართულებით აღდგა. დღეს დილიდან დავალებული მქონა, რომ გამეწმინდა გზები, ვიყავი პერევისის მაღაროზე, კოროხნალის ტერიტორია, შუქრითის მაღარო და ითხვისში წმინდა გზებს რა თქო. დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა წირქვალი თაბაგრების საავტომობილო გზაზე, სადაც თოვლისგან 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი გაიწმინდა. თითოეულოვან პრობლემები შექმნა წირქვალის ადმინისტრაციული ერთეულშიდაც. სამწუხაროდ შექმნა სიტუაცია, რომ არ ყოფილდა ტრაქტორები, ამიტომ თხოვეთ დახმარება ჯორჯიან მანგანეს, დაგვეხმარება ოპერატიულად, რისთვისაც მადლობას ვუხდით. პრობლემა იყო ის, რომ მიცვალებული ყავდა სოფელში. ამიტომ იზოლები გავხდით მეგობართა ამ საწარმოსათვის და მადლობა რომ ასე ოპერატიულად გაგვიწმინდეს გზა და დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. უჭირდათ გოუთოლო გზაზე ყველა მანქანას უჭირს, რომელი მანქანა არის არ უჭირდეს. ორხედიანები დადიოდნენ რომ აი სიარუს ცეფებით. კარგია რომ გაწმინდეთ გზა, მადლობელი ვართ ამისთვის მთელი სოფელი. მადლობა დიდ ჯორჯია მანგანოს, იმიტომ რომ არ ეკუთვნოდა და მაინც გაწმინდეს. გზა გაიწმინდა ზედა ნაგვეთის დასახლებაშიც. ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრში მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და კომპანია ჯორჯიან მანგანეს დახმარებისთვის მადლობას უხდიან. ჩვენი სამსახურის პრეროგატივა ანუ შიდა საუბნო გზების გაწმენდა და ქვიშამარილის დაყრა. რაშიც რა თქმა უნდა ჩვენ ხელთარსებული ტექნიკით და ასევე ჯორჯიან მანგანეზი თავის ტექნიკით გვერდში გვიდგა მთელი ამ დიდთოვლობის პერიოდში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას და შეძლებს დაგვარად, რა ვიცი, მომავალშიც გვაქვს რა თქმა უნდა ამ კომპანიის იმედი და ჩვენი ძალებით და გაერთიანებული ძალებით რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება ზადყოფნაში, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება ამა თუ იმ პრობლემებზე, გათოვლით სამუშაო იქნება თუ სხვა ტიპის სამუშაო იქნება. უხთოვლიანი ზამთრის პირობებში გზების გაწმენდას ჯორჯიან მანგანეზი საჭიროების მიხედვით გააგრძელებს.
კომპანია მზადაა საჭიროების შემთხვევაში კვლავაც აღმოუჩინოს დახმარება ადგილობრივ მოსახლეობას. ვარციხე ჰესში დიდთოვლობის შემდგომი წყალუხობისთვის ემზადებიან, რომ გაზაფხულს სრული დატვირთვით შეხვდნენ. ტექნიკურ სამუშაოებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი ასრულებს. გაზაფხულის წყალუხობის პერიოდს ვარციხე ჰესი სრული სიმძლავრით დატვირთული უნდა შეხვდეს. მანამდე კი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებები უნდა მოასწრონ. მეექვსე აგრეგატი მესამე ჰესში ამ გეგმის ნაწილია. ჰიდროგენერატორის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მის მარაგ ნაწილებად დაშლას და დანიშნულების ადგილზე გადამისამართებას გულისხმობს, ვადაზე ადრე შეასრულეს. ხდება აგრეგატის სრული დაშლა, ნაწილი დეტალებისა, რომელიც ცხადია ჩვენ არ გვაქვს ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ყველა დეტალს აქ ჩაუტაროთ სრულყოფილი აღდგენა. ამიტომ ხელშეკრულებას ვდებთ ხოლმე თბილისის საავიაციო ქარხანასთან. მანამდე იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხანაც, მაგრამ ის გამოვიდა მწყობრიდან და ვეღარ ამ მოცულობის სამუშაოებს ვეღარ ასრულებს მოკლე დროში. ამიტომ ნაწილი დეტალებისა იგზავნება თანდათანობით დეფექტაციის შემდეგ თბილისის საავიაციო ქარხანაში. ნაწილი დეტალების აღდგენა ხდება აქ, დასუფთავება, ლაბორატორიული გაზომვები, ელექტრული გამოცდები და შემდეგ აგრეგატი იწყობა და შედის ექსპლუატაციაში. აგრეგატების კაპიტალურ შეკეთებაზე ადგილობრივი კადრია დასაქმებული. ყველა ტექნიკურ სამუშაოს მაღალი კვალიფიკაციის ოსტატები, ზეინკლები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ დაკომპლექტებული 15 კაციანი ბრიგადა ასრულებს. მეექვსე აგრეგატის რეაბილიტაციას მესამე სადგურის უფროსი ხელმძღვანელობს. დასაწყებია მეორე ეტაპი, რაც შეეხება ეს არის მანქანის მუშანაწილების ხეხვა, გადადუღება, გაფხეკა, გაღებვა, გასუფთავება და ახალი, რასაც შევიზეთ, ეს მუსები იქნება, ჩოთქებს უძახით ჩვენ ახლა ჩვენებურ ენაზე, რაც პირველად აღზნებას ემსახურება, მათი შეცვლა და ნებისმიერი პატარ-პატარა წვრილმანი დეტალების, ახლა წვრილმანს ჩვენ უძახით დამხმარე მოწყობილობას ყველას აგრეგატისას, მაგრამ ეს წვრილმანი არ არის, ეს არის ძალიან დიდი მოცულობის ზრავები, დაწყებული 4 კილოვატიდან დამთავრებული 55 კილოვატამდე. აგერ თქვენ უყურებთ ახლა მოტანილი გვაქვს ახალი ძრავი, საერთოდ ახალი ჩვენი სადგურისთვის 75 კილოვატიანი, რომელიც მოგვეხმარება დავაშროთ აღნიშნული აგრეგატის მუშათმის კამერა და დათვალიერებული იქნა შიგნიდან. მისი მოპირკეთება, ეს მოპირკეთებული არის უჟანგავი მეტალით, რომელიც შესაძლებელია წყალდიდობების პერიოდში ყოფილიყო მოგლეჯილი, რაც დადუღების მეთოდით სრულად იოლად აღმოიფრება. ამიტომ ძირითადად ჩვენ მოვალეობაში ახლა შედის, რომ დაშრობ. ჰიდროგენერატორის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ენერგეტიკოსები მარტის პირველი ნახევრისთვის ვარაუდობენ. მეექვსე აგრეგატის ჩართვა საქართველოს ენერგოსისტემის მოცულობას 23 მეგავატის სიმძლავრით გაზრდის. ამ დროიდან ვარციხე ჰესში 8-ვე ჰიდროგენერატორი სრული დატვირთვით იმუშავებს. თითოეული ჰესზე 8 ჰიდროგენერატორია და 4-ვე გესის დადგმული საერთო სიმძლავრე არის 184 მეგავატი. გარკვეული სიძნელეების გამო, იმის გამო, რომ უკვე ჰესის ხანძრეობა 35 წელია, სადერევაციო არხები, ანუ ჰესები, ჩვენი ჰესი კასკადური ტიპისაა. იმის გამო, რომ სადერევაციო არხებმა განიცადა რღვევა, ზოგიერთი ჰესი გამოსული არის სადაწნევო სიმაღლედან და ამის გამო ხდება, რომ ჩვენი დადგმული სიმძლავრე დღეს ამ წუთას მოქმედი დადგმული სიმძლავრე არის 166 მეგავატი. შეგვიძლია გამოვიმუშაოთ წყალდიდობის პერიოდში. აგრეგატების კაპიტალური მოდერნიზაციისა და მიმდინარე შეკეთების პარალელურად ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასაც. ამის ნათელი დასტურია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ახალი საკონფერენციო დარბაზის შექმნა, რომელიც მოეწყო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაში და აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით. შესაბამისი სათათბირო ავეჯით, მონიტორებით, პროექტორით და მიკროფონის თანამედროვე სისტემით. რაც მოემსახურება ყოველთვიური საწარმოს საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების წარმოდგენასა და ვიზუალიზაციას, რაც თვალსაჩინოს და ეფექტურს გახდის პრეზენტაციის პროცესსა და მნიშვნელობას. მსგავსი შეხვედრები ადრე იმართებოდა ზესტაფონსა და თბილისის ოფისებში.
ხოლო დღეიდან სრული გარემოა შექმნილი, რომ ჩვენთან ადგილზე უმასპინძლოთ აღნიშნულ პრეზენტაციებს. მინდა აღნიშნო, რომ საკონფერენციო დარბაზის მოწყობა განხორციელდა უშუალოდ ჰოლდინგის ხელმძღვანელის ბატონი ველველის ინიციატივითა და მხარდაჭერით. ისვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ვარციხე 2005-ის თანამშრომელთა სახელით. ვარციხე ჰესში სურვილი აქვთ, რომ თანამედროვე სტანდარტული საკონფერენციო დარბაზი ჰოლდინგის მასშტაბურ ღონისძიებებსა და სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო შეხვედრებსაც მოემსახუროს. ჰიდროგენერატორის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ენერგეტიკოსები მარტის პირველი ნახევრისთვის ვარაუდობენ. მე-6 აგრეგატის ჩართვა საქართველოს ენერგოსისტემის მოცულობას 23 მეგავატის სიმძლავრით გაზრდის. ამ დროიდან ვარციხე ჰესში 8-ვე ჰიდროგენერატორი სრული დატვირთვით იმუშავებს. ვარციხე ჰესში საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური დონის ამაღლების პარალელურად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ფინანსური აღრიცხვის სფეროში. ბოლო პერიოდში მმართველობითი აღრიცხვის, დანახარჯების დაგეგმვისა და პროგნოზირების სტრუქტურის გაუმჯობესებამ ფინანსური აღრიცხვის პროცესი კიდევ უფრო დახვეწა. გთავაზობთ ინტერვიუს ვარციხე ჰესის ფინანსურ მენეჯერთან გიორგი ხაჩიძესთან. 2015 წელი ვარციხე ჰესისთვის საიუბილეო წელია. რა ფინანსური ძვრები განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში და ზოგადად როგორია კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის პოლიტიკა? 2015 წელი კომპანიისთვის საიუბილეო იყო. მისი შექმნიდან შესრულდა 40 წელი, ხოლო რეორგანიზაციიდან 10 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამაღლდა საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური დონე. გაუმჯობესდა საწარმოს სიმძლავრეები და ელექტროენერგიის გამომუშავების დინამიკა. და რაც მთავარია, ამ წლებმა მეტი გამოცდილება შესძინა კომპანიას. კომპანიის 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივ რეკორდული იყო გასული 2014 წელი. როდესაც გამომუშავების დონემ წლის განმავლობაში 897 მილიონს გადააჭარბა. ხოლო მიმდინარე წელი ამ მხრივ ჩამორჩებოდა, მიმდინარე წლის გამომუშავება 775 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო კლიმატურ პირობებთან და წყლის შემოდინების შემცირებასთან. გარდა ტექნიკური მიმართულებისა, ბოლო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი ძვრები იყო ფინანსური აღრიცხვის სფეროში. გაუმჯობესდა აღრიცხვის სისტემა და გაიზარდა მისი ავტომატიზაციის დონე. ბოლო პერიოდში დანერგილი პროგრამული რესურსი, საბუღალტრო პროგრამა, უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის ფართო და სრულყოფილ გენერირებას, რაც კომპანიის მენეჯმენტის მეტ ინფორმატიულობას განაპირობებს. გაუმჯობესდა საწარმოს მმართველობითი აღრიცხვის, დანახარჯების დაგეგმვის და პროგნოზირების მეთოდები და სტრუქტურა. დანახარჯების ოპტიმალური ბიუჯეტირება და მისი შესრულების კონტროლი, როგორც თვეების, ასევე წლიურ ჭრილში, უზრუნველყოფს გეგმიური და ფაქტიური პარამეტრების მიახლოებას. მმართველობით აღრიცხვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის პროცესი, სადაც მინიმალიზებულია რაიმე რისკები ამ მიმართულებით. ახალი წლიდან რა სიახლეებს შეიძლება ელოდოს კომპანია აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით? მომდევნო წლიდან კომპანიაში დაგეგმილია აღრიცხვისა და ანგარიშგების დამატებითი სისტემის დანერგვა, როგორიცაა ეგრეთ წოდებული რეგულირებადი აღრიცხვის სისტემა. რეგულირების მიზნებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავდა ახალი უნიფიცირებული ანგარიშთა გეგმა და ანგარიშგების ფორმები, რომლებიც სამომავლოდ სავალდებულოდ გამოსაყენებელი იქნება ყველა ლიცენზირებული ელექტროენერგეტიკული კომპანიისათვის. ფინანსური მენეჯმენტის მიზანია ხელი შეუწყოს და მიაღწიოს კომპანიის კაპიტალის გაზრდას, რომელიც საბოლოოდ მის მესაკუთრეთა კეთილდღეობის ამაღლებასთან ერთად კომპანიის თანამშრომლების კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებასთან ასოცირდება. სოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის ფონდს ნატურის ხე 9 იანვარს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მასპინძლობდა, სადაც ფონდის მიერ ორგანიზებული მეოთხე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საქველმოქმედო ფონდის მთავარი მიზანი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა და მათთვის ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაა. კონცერტში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო საღამოს სპონსორებს შორის იყო კომპანია Georgian American Alloys, რომელმაც საკუთარი წვლილი გაიღო რთულად სამკურნალო ბავშვების გადასარჩენად. ჩვენ ვერთიანდებით ამერიკელ, ბრიტანელ, ხორვატიელ, იტალიელ და სხვა ვარსკვლავებთან ერთად. ვცდილობთ ერთად ვიდგეთ სცენაზე და ეს ყველაფერი ასევე ქართველ მსმენელთან, საქართველოს მოქალაქეებთან, სპონსორებთან და მხარდამჭერებთან ერთად გავაკეთოთ. განაცხადა ნინო სურგულაძემ ინტერვიუში, რომელიც მან ინდუსტრიულ მაცნეს კონცერტის დაწყებამდე მისცა. ქალბატონ ნინო, პირველ რიგში ალბათ ძალიან საინტერესოა ჩვენი გადაცემის მაყურებლისთვის გაიგოს, როდის დაარსდა ფონდი ნატრისხე, მიზანი რა იყო და ზოგადად ამ ფონდის დაარსების შესახებ რომ გვიამბოთ. სიამოვნებით, ეს ფონდი დაარსდა ფაქტურად 2 წლის წინ და მიზანი იყო აბსოლუტურად ის, რომ ჩემი სურვილი დახმარების ბავშვების. და მოხდა ეს 2014 წელს მე ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ, როდესაც გავიგე 21 წლის გოგონას შესახებ ნინო ჩიკოვანის, რომელიც არის ყოფილი ბალერინა, მომღერალი, რომელსაც ძალიან დიდი უბედურება ეწვია, ანუ ანევრიზმა აღმოუჩინეს, რომელიც გვიან დაადგინეს, მაგრამ თავიდან ძალიან დიდი პანიკა იყო. ეგონათ ინფექციური დაავადება, მაგონება დაკარგა კონსერვატორიაში, შემდგომ ძალიან დიდხანს იკვლევდნენ რა ხდებოდა, როდესაც უკვე დადგინდა, უთხრეს, რომ ის ვერაფერს ვერ შეძლებდა, ფაქტობრივად ჩვეულებრივ ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა, არათუ სიმღერას. ეს გავიგე Facebook-ის საშუალებით და მივხვდი, რომ ძალიან ცოტა დრო იყო იმისათვის, რომ ბევრი მეფიქრა, თუ გაქვს ადამიანს საშუალება იმისა, რომ შენი პოტენციალი გამოიყენო სხვა ადამიანებისთვის, ეს მაქსიმალურად შევა ამის გაკეთება და მართლაც ესე მოხდა, რომ ჩამოვყალიბე ფონდი, რომელსაც დავარქვი ნატრისხე, სხვა შორის შემშობლებსაც ვესაუბრე და დედაჩემს დამეთახმა მოეწონა ეს სახელი. ეს ასოცირებულია ყველას ჩვენთაგანისთვის და ალბათ მთელ მსოფლიოში Desire Tree, ანუ იგივე ნატრისხე, რაღაცა ყველაფერ კარგთან, დადებითთან, ყველა ნატრის ასრულებასთან და ამ შემთხვევაში ბავშვები, რომლებიც ნატრობენ არა იმაზე, რომ დაუშვათ თოვლის ბაბლომ, თუ სხვა ადამიანებმა რაღაც სათამაშოები მოუტანო, თუ ბარბები, არ ვიცი ხა მოდაში თუ ჩემ დროს იყო, არამედ უბრალოდ იყვნენ ჯანმრთელები რა. და რა თქმა უნდა ეს იყო პირველი ჩემი გამოძახილი და ამის შემდგომ დაიწყო ის რომ პირველი ღონისძიება ჩავატარეთ კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მე ჩამოვიყვანე ჩემი საერთაშორისო კოლეგები, დიდი ვარსკვლავები, ჩვენ ჩავატარეთ კონცერტი და შემოსული თანხით დავეხმარეთ დაახლოებით 6-მდე ბავშვს. მიხედავთ რომ 4 იყო თავიდან, მაგრამ ახლა მე თანხა შემოვიდა, თან ჩვენ შემოგვეხიდა ჯანდაცვა და ჩვენ გავიყავით თანხები, იმიტომ რომ კოლოსალურ თანხებზე ხოლმე საუბარი ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ წვდებით, იმიტომ რომ ეს არის კონცერტიდან და ზარებიდან შემოსული თანხები. ჩვენ ვაკეთებთ მე ესეთი ფორმატი მოვიფიქრე, რომ ჩავართო სრულიად ყველა რაც შეიძლება მეტი ადამიანი საზოგადოება და იგულისხმება ის რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში გავდივართ და პირდაპირ ვაცნობთ ყველა ამ ბენეფიციარის ნამდვილ ისტორიას. და შემდგომ ადამიანები თვითონ წყვეტენ დარეკონ თუ არა ნომერზე 09199999 და ჩარიცხონ ის 1 ლარი. და პლუს კიდე ბილეთი იყიდონ კონცერტზე, ან უბრალოდ შემოწირულობა, მე ყავს სპონსორები, მხარდამჭერები სხვადასხვა კონცერტებზე და ესე შემდგომ ჩატარდა მეორე ღონისძიება და მეორე ღონისძიება ჩატარდა რუსთაველში, იქაც სულ სხვა შერეული ჟანრის სოფლიო ვარსკვლავები ჩამოვიყვანე. რომ ყოფილიყო სხვადასხვა გემოვნების მუსიკის მოყვარულთათვის და ჩვენ დავეხმარეთ თლიანობაში ამ 3 წინა ღონისძიებით 21 ბავშვს, ანუ მათი ცოცხლი გადავაშით ყველა ერთად. და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით და ჩვენ მათთან გვაქვს კომუნიკაცია, იმიტომ რომ ბევრი მათგანი საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და რაღაც ერთი ოჯახივით ვართ, იმიტომ რომ პირველ რიგში ყველაზე მეტად მიხარია არა ჩემ მეგობრის მოლოცვა, არამედ მათგან მოლოცვა. როდესაც ისინი მწერენ და მილოცავენ რამე დღესასწაულს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც Facebook-ზე ვადევნებ მათ ცხოვრებას თვალს, რომ ხედავ რომ ბევრად უკეთესად არიან, რომ მე ძირითადად საზღვარგარეთ ვარ. ჩვენი ფონდის წარმომადგენლები მათთან დადიან ძალიან ხშირად, თუ რამე ჭირდებათ მათ და რაღაც მათი პირადი ისტორიების ვიცით, მათი სიყვარულის თუ რა ვიცი სხვა და ასე რომ ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც ეს ნატრისხე, რომელიც სამუდამოდ გვაკავშირებს ამ ადამიანებთან. ძალიან კარგი და შევეხოთ 9-ში დაგეგმილ კონცერტს. ამ ეტაპისთვის ძალიან მაინტერესებს რა არის დაგეგმილი, თუმცა ვიცი რომ რაღაც სიურპრიზებს
პირდებით აუდიტორიას, რისი თქმა შეგიძლიათ, რამდენი არტისტი იღებს მონაწილეობას, ვინ არიან ესენი და აი დეტალებზე რომ მოგვიყვეთ. Ჩამოდიან მსოფლიო ვარსკვლავები, ისეთები როგორც არის ალესანდრო საფინა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც როკ ოპერის და პოპ ოპერის ერთ-ერთი სამეულში შედის ის სარა ბრაიტმანთან ბოჩელთან ერთად, ელტონ ჯონთანაც აქვს მას ჩაწერილი სხვათა შორის დუეტი და ეს ეხებოდა ბავშვების დახმარებას მაშინაც. თან მსოფლიოში მოგზაურობს უკრაინა მას მიანიჭა სხვათა შორის წლის ადამიანი 2015-დან უამრავი სხვა ჯილდოები აქვს და შეასრულებს თავის ჰიტებს, დუეტებსაც და აი ეს ლუნატურ რომელიც მილიონობით დისკი გაყიდა ამასაც ასე ვთქვათ იმღერებს. ასევე ჩამოდის მის ჰოლივუდი, არაჩვეულებრივი საოპერო მომღერალი, რომელიც ოპერეტასაც მღერის, ესტრადასაც მღერის, ენჯელ ბლუ, ფერადკანიანი ულამაზესი ქალბატონი, ახალგაზრდა ძალიან. და ასევე ჩამოდის ოლივერ პული, რომელიც არის ძალიან ცნობილი პიანისტი, მიუხედავად თავისი ასე ვთქვათ, მცირე ასაკისა, მას უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში იცნობენ, ის ძალიან ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას აწყობს და არის ესეთი ნამდვილად დიდი ქველმოქმედი, ძალიან კარგი მუსიკოსი და ასე რომ ის ბედნიერია რომ მოდის და უერთდება ამ ღონისძიებას, ასევე ანა რუცნერი, რომელიც არის ჩელისტი, მთელ მსოფლიოში ცნობილი ხორვატიის ელჩი. მთელ მსოფლიოში როგორც თვითონ ხორვატები ამბობენ, მომავალ წელს ის წარმოადგენს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროვიზიაზე და დარწმუნებული ვარ წარმატებით წარსდგება, იმიტომ რომ ნამდვილად გამორჩეული მუსიკოსია და ძალიან დიდი ქველმოქმედი. მას 27-მდე ჯილდო აქვს თელ მსოფლიოში მიღებული ნიუ-იორკში და ბევრ სხვა ქვეყნებში, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი ნამდვილად, თუმცა ბევრია. და რაც თავი არის ძალიან კარგი ადამიანი, მას აქვს ფონდი, რომელთაც ეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის აი ესეთი იშვიათი დაავადება, რომელიც მასაც ჰქონდა, ანორექსია, ამ ადამიანებს ეხმარება. ასევე არის კარლო პონტი, რომელიც არის ცნობილი იტალო-ამერიკელი დირიჟორი, ის არის მას აქვს თავისი ვირტუოზების ორკესტრი, ესეთი ლოს-ანჯელესში, რომელმაც ძალიან კარგად დაიმკვიდრა სახელი ის. რუსეთშიც მოღვაწეობდა ბევრ სხვა ქვეყნებში, მას ძალიან ბევრი ჯილდო აქვს, ასევე რომისგანაც და რომის პაპთანაც წარსდგა ის სულ ახლახანს. და ასევე ცნობილი როგორც სოფი ლორენის და კარლო პონტის ვაჟი, მაგრამ მას არ უყვარს ამაზე აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ თვითონ თვლის რომ მან დაიმკვიდრა თავის თავი და აკეთებს თავის საქმეს და არ უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ იმიტომ რომ ცნობილი ადამიანების შვილია, თუმცა არაჩვეულებრივი ადამიანების ნამდვილად. ეს პირველად ჩამოვა, ისეთ ჩვენ მეგობრობთ, თანამშრომლობთ და ძალიან მიხარია რომ საქართველოს გაიცნობს. რაც შეეხება დანარჩენებს, ეს არის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, მონაწილეები არაჩვეულებრივი გუნდი, ასევე თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი საკმაოდ დიდი შემადგენლობით და პლუს მუსიკალური, ანუ ბენდი და რა ვიცი, აი ესე დიდი შემეც ვიმღერებ პლუს. რთული არ არის ამ ადამიანების თანხმება, რომ აქ წამოვიდნენ სხვა ქვეყანაში და მიიღონ მსგავს პროექტებში მონაწილეობა. როგორ ახერხებთ? რა ვიცი, ჩემთვის რთული ხო. მესმის, არა, დარწმუნება არ მჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრობთ და ისინი ჩემგან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ასოცირება არ აქვს არაფერ. იმედი მაქვს, ანუ ვარყოფითთან პირიქით, რაც ჩემ გასმენიათ საქართველოს თავისთავად და ყველა იმ ადამიანის დამსახურება ეს, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის და მხოლოდ კეთილ სახელს ამკვიდრებს, ხო? ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ხელოვნების ენა არის უნივერსალური და აქ არ არის საზღვრები, აქ არ არის ენის განსხვავება და კანის ფერის, აქ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ სოლიდარულობა ბავშვების მიმართ ჯანმრთელები რომ იყვნენ და ამაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მთავარი მომენტი არის რომ არა ის რომ დაითანხმა, უბრალოდ ის რომ დაემთხოს მათი გრაფიკიდან გამომდინარე, რომ ძალიან გადატვირთული. ეხლა ისე დაემთხვა, რომ მათ აქვს დასვენება რამოდენიმე დღე და ფაქტურად ამ დასვენებას ვართმევთ. მაგრამ ისინი ძალიან ბედნიერები არიან და მოდიან საქართველოში დიდი სიხარული. და ყველაფერს ამას ალბათ თქვენგან მიაქვს ძალიან დიდი რესურსი. ხო, რასიზმი. ძალიან დიდი ენერგია ჭირდება, გარდა იმისა, რომ სურვილი გაქვთ, რომ ესე მასშტაბურად აკეთოთ. მე ვიცით რა, მე ვფიქრობ, რომ როდესაც დიდი სურვილია, ამას მე მოყვება ენერგიაც და ყველაფერიც და დაუზოგავად აკეთებ. თუ იმის გჯერა, რასაც აკეთებ, ეს ესეა ყველაფერში. პლუს მე გვერდში მიდგას ესეთ თანამშრომლები რამოდენიმე, მაგრამ თითო უდრის 10 მე ესე ვთვლი, რომლებიც თავგადადებულები არიან ამ საქმისთვის და ჯერათ იმის რასაც აკეთებენ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
პლუს ჩვენ როცა შედეგებს ხედავთ, ის კიდევ გმატებს ბევრად დიდ ენერგიას. და ახლა ამ ბოლო ღონისძიებაზე ჩვენ შემოგვიერთდა ესეთი არაჩვეულებრივი კომპანია, როგორც არის Georgian American Alloys და მე ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდება. მე ვიცი, რომ ეს კომპანია ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და აქედან გამომდინარე სასიამოვნოა ჩემთვის მათთან თანამშრომლობა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ახალი წელი. მინდა რომ ეს წელი იყოს 2016 იყოს ნაყოფიერი როგორც კომპანიისთვის და ყველა თითოეული თანამშრომლისთვის და მათი ოჯახისთვის ბარაქის და სიკეთის მომტანი და ყველასთვის ჩვენთვის საქართველოში იყოს სიმშვიდის და ბედნიერების წელი და რაც უფრო ნაკლები ბავშვი იქნება არაჯანმრთელი, რაც უფრო მეტი იქნება ბედნიერი, გაღიმებული, ეს ჩვენთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება იქნება და მე მჯერა რომ ჩვენ ყველა ერთად ამას შევძლებთ. და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კომპანია Georgian American Alloys თანადგომისთვის. Georgian American Alloys-ი წელს პირველად მოგვევლინა ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის ნატრის ხის პარტნიორად. ამ ნაბიჯით კომპანია თანმიმდევრულად აგრძელებს იმ ბავშვების დახმარებას, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ. თქვენ უყურებდით გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.